ზიამაღლობელის ვახოსანაიასა და ქეთა ციცქიშვილის ფოტოები იყო გამოფენილი დღეს სტრასბურგში, სადაც პანელური დისკუსია საქართველოს ადამიანის უფლებებს აქცენტირებულად კი მედიაზე თავდასხმებსაც შეეხო. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების მასშტაბური შეკრება იმართება. მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველები ცდილობენ საკუთარ ქვეყანას დისტანციურად დაეხმარონ. ჩემი კოლეგა ელისო ჯარიაშვილი მიერთდება ახლა სტრასბურგიდან. დღეს ის ხიდები ევროპასთან პროექტის პანელური დისკუსიის წამყვანი იყო, მოდერატორი და მოგვიყვება ბოლო ამბებს. ვიდრე ჩვენ აქ საუბრობ და მსჯელობთ, ჩემი კიდევ ერთი კოლეგა დააკავეს. ეს არის ფრაზა, რომელსაც ამ 2 დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვიყენებ სტრასბურგში. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა მოქმედ და ყოფილ ევროპარლამენტარებთან, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც ფოკუსირებულები არიან საქართველოს თემაზე, მათ ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაა, როგორი წვავე კრიზისია საქართველოში, მაგრამ ჩვენ დამატებით მოუყევით მათ იმის შესახებ თუ რა ვითარებაში უწევს ქართულ დემოკრატიულ საზოგადოებას, ქართულ მედიას მუშაობა, ვაჩვენეთ ფოტოები ჩვენი კოლეგების, ვინც დააკავეს, ვისაც თავს დაესხნენ ქართული ოცნების წახალისებით და ვის მიმართაც ჩადენილი დანაშაული არც ერთ შემთხვევაში გამოძიებული არ არის. საკმაოდ მაღალია ინტერესი და გაგება იმის ძალიან სწორია თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბებულია რეჟიმად და ქართული ოცნება სულ უფრო ბრუტალურს ხდის ტერორს. რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში? პოლიტიკოსები, ექსპერტები ამბობენ, რომ დასავლეთის რეაქცია უნდა იყოს მყარი, ადეკვატური და ძალიან სწრაფი, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ამ კონტექსტში ცხადია, საუბარი ეხება სანქციებს, როგორც ევროპარლამენტარი ჩვენ გვიყვება, თავის მხრივ ევროპარლამენტს ყველა რესურსი აქვს ამოქმედებული და ახლა ინდივიდუალური ქვეყნების ჯერია, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთის აქტიურობაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების კუთხით. ეს არის თემები, რაზეც მსჯელობთ სტრასბურგში, ხიდები ევროპასთან ამ ღონისძიების ფარგლებში. როგორც გითხარით, ინტერესი მაღალია და ცხადია, რომ სურათი, რაზეც ჩვენ ვუყვებით აქ მოსულ ადამიანებს, არის შემზარავი. რეჟიმი ძალიან სასტიკი ხდება. არ ვიცი, შეიძლება იმიტომაც, რომ სასოწარკვეთილები არიან. ეშინიათ რაღაცის და შეიძლება ყველაზე მეტად ეშინიათ საკუთარი ხალხის. უფრო მეტი ადამიანია ქუჩაში, უფრო მეტი ადამიანი იბრძვის. ეს ემართება ყველა რეჟიმს. ჩვენ ევროპულმა ინსტიტუტებმა საკმარისი ზომები არ მივიღეთ. ევროპარლამენტში პოზიცია ერთიანია. გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ახლოვდება სახაროვის პრემიის ლაურეატზე გადაწყვეტილების გამოცხადების დრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში არიან და იბრძვიან. ამით ვაჩვენებთ მათ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციებზე საკმარისად აქტიურები არ არიან. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ისევ საფრანგეთის მოქალაქეა და კვლავ ფლობს ჯილდოებს. სანქციები, უვიზო რეჟიმი მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ყველაფერზე. ბევრი საქმეა ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი და ვფიქრობ, გაკეთდება კიდეც. გულახდილად გეტყვით, რომ ვითარება ძალიან საშიშია. ფიზიკური რეპრესიები ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციაზე, რიგით მოქალაქეებზე. აღარავინ არ არის დაცული. ეს არ არის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობდი 5-6 წლის წინ. ახლა საშიშია ქუჩაში ყოფნა. იმედი მქონდა, რომ ევროპული საბჭო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაასანქცირებდნენ პასუხისმგებელ პირებს, მინისტრებს, მოსამართლეებს, წამყვან ფიგურებს, ადამიანებს, რომლებიც უძღვებიან მედიას და ავრცელებენ პროპაგანდას. მაგალითად იმედის მფლობელს და სხვებს. ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტი გაგვეკეთებინა. არასდროს მომხდარა, რომ გერმანიას ელჩი გაეწვია მასზე პერმანენტული თავდასხმების გამო. ის ხომ მხოლოდ სიმართლეს ამბობდა და ფაქტები მოჰყავდა. ამაში არასწორი არაფერია. როგორც დიპლომატმა ეს უნდა გააკეთო და შემდეგ შენს ქვეყანასაც აცნობო. რეალური საფრთხეა, რომ ეს ქვეყანა ავტოკრატიად იქცეს. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებობს ახალი ზომები. ჩემს გამოსვლაშიც ვილაპარაკე სახაროვის პრემიის პოტენციურ ლაურეატებზე. ამას სააშკარაოზე გამოაქვს საქართველოს საქმე და ესაა დარტყმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და ქმედებებისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ტერორი შეწყდება, მაგრამ ნამდვილად აჩერებს ეს დუმილს. ერთ-ერთი დასკვნა არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლო ჩაეჩუმებინა დისკუსია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ახლო
ვფიქრობ, რომ ეს საკითხები ისევ ჩნდება ზედაპირზე და სახაროვის პრემია ერთი მცირე წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩემი აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესდებათ. შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ ინტერესი გაუჩნდა მაშინ, როდესაც საქართველო გახდა ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში, დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ჩემი აზრით, ორი რამ უნდა მოხდეს, პროცესი გაგრძელდეს, ის არ უნდა გაჩერდეს ან შეიცვალოს და კვლავ იყოს ამერიკის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ახლა მხოლოდ უარყოფითი კუთხით მოხდება, რადგან საქართველო მიდის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული და პრორუსული მიმართულებით. საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ყოველდღიურად ხორციელდება ძალადობა ჟურნალისტებზე, რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს, მთავრობის ანტიდემოკრატიულ პრაქტიკას. ამიტომ ყველა ეს ფაქტი თავისი მტკიცებულებებით უნდა იყოს ყოველთვის კონგრესის ხელთ. დისკუსიის ცალკე ნაწილი იყო მედიაში არსებული მდგომარეობა, სადაც მე მომეცა საშუალება ჩემს კოლეგებთან ერთად, თამარ ნუცუბიძესთან და დავით კიკალიშვილთან ერთად გვეჩვენებინა სრული სურათი თუ რა სახის ტერორს, წნეხს, ზეწოლას ახორციელებს ქართული ოცნება ქართულ მედიაზე, თუ რა არის ახლა ქართული ოცნების ამოცანა, რომ რუსულ რეჟიმს სურს რომ გააქროს თავისუფლების კუნძულები საქართველოში და ამ დროს ამოცანა უნდა იყოს მედიის, ჟურნალისტიკის გადარჩენა, ერთ-ერთ გამოსავლად ცხადია, ნათქვამია რომ არის ერთიანობა, სოლიდარობა და ალტერნატიული გზების ძებნა, როდესაც ყველა სხვა აქამდე არსებულ გზას ჭრის ქართული ოცნება, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ცხადია იყო მზია ამაღლობელი და მისი პატიმრობა. ჩემი სრული მხარდაჭერა ფორმულა ჟურნალისტებს, ვინც ახლა დაკავებული არიან. მთავარი გამოწვევა ჩემი გადმოსახედიდან არის პროპაგანდა და დამოუკიდებელი თავისუფალი მედიის მიზანი არის თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე, ჩვენს მაყურებლამდე, მსმენელამდე მივიტანოთ სიმართლე. მხოლოდ ეს არის გამოსავალი პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომაც გვებძვიან. პირველ რიგში სოლიდარობა ყველა უსამართლოდ დაჭერილ დატყვევებულ ადამიანებს და პირველ რიგში მე ჩემი კოლეგები მტკიო. ეხა ყველამ და ვიფიქროთ თავისუფალი და ალტერნატიული მედიის გადარჩენას. იმიტომ რომ და რაღაცა ესეც ერთ-ერთი კიდევ ერთი დამატებითი ცივი შხაპი უნდა იყოს ქართული საზოგადოებისათვის, რომ რაღაცნაირად ყველა ერთად ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. რომ გადავარჩინოთ ჩვენი სივრცე საარსებო და საერთოდ ქვეყანა, იმიტომ რომ მალე შეიძლება რკინის ფარდა ჩამოგვიფარონ მორიგი. ამ წუთებში სტრასბურგში განიხილება ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება, აქაც მედია განხილვისაგანი იქნება, თუმცა სტუმრებს შორის, გამომსვლელებს შორის არის ნონა წოწორია, არის გიორგი ახობაძე, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრებენ, მიაწვდიან აუდიტორიას ინფორმაციას, ინტერესი არის ძალიან მაღალი, არა მხოლოდ ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ საექსპერტო წრეებისაგან, ასევე ემიგრანტებისაგან ამ შეხვედრის ხიდების მშენებლების მიერ ორგანიზებული 4დღიანი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მსმენელი და აუდიტორია სწორედ ემიგრანტები არიან, ვინც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, მათ სურთ რომ თავისი ხმა უფრო მეტად ისმოდეს.